გამარჯობა, დღეს 8 თებერვალია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1925 წლის 8 თებერვალს დაიბადა ამერიკელი მსახიობი და მუსიკოსი, ორგზის ოსკარის მფლობელი ჯეკ ლემონი. მას კარიერის მანძილზე მონაწილეობა აქვს მიღებული 60-ზე მეტ ფილმში. 1828 წლის 8 თებერვალს დაიბადა ფრანგი მწერალი, კლასიკური სათავგადასავლო ლიტერატორი, მეცნიერულ-ფანტასტიკური რომანის ჟანრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ჟიულ ვერნი. 1834 წლის 8 თებერვალს დაიბადა რუსი ქიმიკოსი, ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის პირველი ვერსიის ავტორი დიმიტრი მენდელეევი. 1966 წლის 8 თებერვალს დაიბადა ბულგარელი ფეხბურთელი ხრისტო სტოიჩკოვი. ბარსელონას რიგებში მოგებული აქვს თასების მფლობელთა თასი და უეფას თასი. 1994 წელს აიღო ოქროს ბურთი როგორც ევროპის საუკეთესო ფეხბურთელმა. 1291 წლის 8 თებერვალს დაიბადა პორტუგალიის მეფე ბურგუნდიელთა დინასტიიდან აფონსუ მეოთხე გულადი. 1994 წლის 8 თებერვალს დაიბადა თურქი ფეხბურთელი ჰაკან ჩალხანოღლუ. ის თამაშობს იტალიურ კლუბ მილანის ინტერში და ცნობილია საჯარიმო დარტყმების კარგი შესრულებით. 1405 წლის 8 თებერვალს დაიბადა ბიზანტიის ბოლო იმპერატორი კონსტანტინე მეცხრე. 1995 წლის 8 თებერვალს დაიბადა მიუნხენის ბაიერნის გერმანელი ფეხბურთელი იოზუა კიმიხი. მან ბაიერნთან ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა 2020 წელს. 1993 წლის 8 თებერვალს დაიბადა ქართველი ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა. ის თამაშობდა თბილისის დინამოში, დონეცკის შახტარსა და კოპენჰაგენში. დავით ხოჭოლავას ეროვნული გუნდის მაისურით 39 მატჩი აქვს ჩატარებული. მან კარიერა 2024 წლის ივლისში დაასრულა. 1854 წლის 8 თებერვალს დაიბადა ქართველი მწერალი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე ივანე მაჩაბელი. მან შექსპირის ნაწარმოებები თარგმნა ქართულ ენაზე. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.